პროტესტის საწვავის ქართულ ფასებს. საზოგადოების ერთმა ნაწილმა სოციალური ქსელებით ორგანიზება გაუწია აქციას, რომელიც 1 თებერვალს ნავთობიმპორტიორების წინააღმდეგ გაიმართება. ისინი მოუწოდებენ მძღოლებს ერთი დღე ავტომობილებში არ ჩაასხან საწვავი. დღეს მოგითხრობთ ბაზარზე, სადაც კონკურენცია არ არსებობს. სტატისტიკურად ეს არის ოფიციალური მონაცემები, რომელსაც აქვეყნებს ტრანსპორტი. უკვე წლები არც გამცხადებელი იცვლება და არც განცხადების შინაარსი. იცვლება მხოლოდ საწვავის ფასები, თანაც სულ ზევით და მაღლა. დამცევს ვიძახით, აუცილებლად უნდა ისიც დავამატოთ, რომ ამას ემატება აუცილებლად. შემდგომ ტრანსპორტირების საკმაოდ მნიშვნელოვანი დანახარჯი მთლიანობაში ფასწარმოქმნის პროცესი ჩვენთან არის საკმაოდ გამჭვირვალე და ის პირდაპირ არის მიბმული საერთაშორისო ფასზე. ეს ბატონი დღესაც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა, მწარმოებელთა და მომხმარებელთა კავშირის ხელმძღვანელია. 3-დან 2 იმპორტიორი და მწარმოებელი ყოველთვის კმაყოფილია. კავშირმა ერთადერთი მომხმარებლის გული ვერ მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის მიზნები ერთობ მომხიბვლელად გამოიყურება. მაგალითად, მიზანი ნომერი 1. ნავთობპროდუქტების ბაზარზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელება საწვავის ხარისხსა და ფასთან დაკავშირებით. შემდგომ კი საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. იქნებ ვინმემ გაიხსენოს ბოლოს როდის ნახეთ ამ კავშირის განცხადება უხარისხო საწვავის ან ბაზრის მონიტორინგის შედეგებზე. მეორე. მეწარმეთათვის კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს შექმნის ხელშეწყობა და მათი კანონიერი უფლებების დაცვა. მაშინ იქნებ ისეთი ფაქტი მაინც გაიხსენოთ, როცა ნავთობმწარმოებლები მომხმარებლებისთვის დაბალ და ერთმანეთისგან განსხვავებულ ფასებს აწესებდნენ. ამ ბაზარზე კონკურენციაზე საუბარი მას შემდეგ უფრო გართულდა, როცა ივანე მთვალაშვილმა გაზეთ ბანკებსა და ფინანსებს ასეთი კომენტარი მისცა. კითხვა: რატომ მოხდა ფასების ზრდა დროში და რაოდენობაში შეთანხმებულად? პასუხი: როდესაც მომხმარებელი არჩევანს აკეთებს, მისთვის ხუთი თეთრი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ლოგიკით კი ნავთობპროდუქტებზე ერთნაირი ფასი უნდა იყოს. და რომელ ლოგიკაში ჯდება კონკურენციის გამორიცხვა და კარტელური გარიგებები მომხმარებლისთვის საზიანოდ ლიბერალური ეკონომიკის პირობებში. ამის შემდეგ ამ კაცის რომ აღარ დაიჯერონ გასაკვირი არ უნდა იყოს, ხოდა პოპულარულ სოციალურ ქსელში 4700-ზე მეტი კაცი გაწევრიანდა და პროტესტის საწვავის ქართულ ფასებს ასე გამოუცხადეს. გაერთიანების წევრების რაოდენობა საწვავის ფასის ზრდასთან ერთად იზრდება. ამიტომ მოძრაობის დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ უკვე გადამწყვეტი ზომებია მისაღები. მაინც სპეციალისტებმა დათვალიერებული ყველაფერი. დღეს ამ ვირტუალური გაერთიანების ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიმყოფებით. ორგანიზაციული საკითხები ჯგუფის რამდენიმე აქტივისტმა უნდა გადაწყვეტოს. ჩვენი საპროტესტო მოძრაობის წევრებს პირველ რიგში აქვს საწვავის ფასებთან დაკავშირებით ერთგვარად უსამართლობის განცდა, ჩვენ გვაქვს ჩვენეული დათვლები და ვფიქრობთ, რომ საწვავის ფასები არის ძალიან გაბედული. ჩვენი დათვლებით 1 ლიტრ საწვავზე არასწორი ფასი ზედმეტად არის 30 თეთრი. ანუ დღეისათვის საწვავი უნდა ღირდეს სადღაც ლარი და 60, ლარი და 70 თეთრის ფარგლებში. შაბათს 5 თებერვალს ჩვენ გავმართავთ ეკონომიკის სამინისტროსთან აქციას, სადაც მოვითხოვთ შესაბამისი ყურადღება მიექცეს ამ პრობლემას და გადაიხედოს საწვავის ფასებზე და შესაბამისად გაიცეთ ჩვენ შეკითხვებს პასუხი. ჩვენი შეკითხვებია, რატო ღირს ასე ძვირი საწვავი საქართველოში, რატო აქვს ყველას ერთნაირი ფასი, თუ ზოგ შემოაქვს 4000 კილომეტრიდან და როცა შემოდის საწვავი 700 კილომეტრიდან ერთნაირი ფასი როგორ არის, ანუ დღეებში როგორ ემთხვევა ფასების მატება და შესაბამისად გავაგრძელებთ ჩვენ საპროტესტო მსვლელობებს. ბიჭებმა შეიძლება ჯერ არ იციან, მაგრამ მათ გოგუებით შეუერთდნენ. კეთი და სალომე ახალი საპროტესტო კამპანიის ორგანიზატორები არიან. მათი მთავარი იარაღი ახლა ლეპტოპი და ინტერნეტია. პროტესტის ფორმას ისინიც სოციალურ ქსელის Facebook-ის დახმარებით უწევენ პროპაგანდირებას და ყველას მოუწოდებენ საკუთარ ავტომობილებში 1 თებერვალს საწვავი არ ჩაასხან. მათ გაღიზიანებასაც არჩევანის არარსებობა იწვევს. გონიათ რომ გამოვლენ ტელევიზორში, ვთქვათ რომელიმე ბენზინის შემომტანი კომპანიის ხელმძღვანელები და იტყვიან რომ ეთით რა საწვავი გაძვირდა მთელ მსოფლიოში, რაღაც ბარელმა მოიმატა ამ და ნუ ეს ამის ისეთი დამაჯერებლობით ამბობენ რომ გონიათ რომ ყველა უცებ უნდა მიხვდეს ამას გაიაზროს რომ რა ქნან ახლა მათაც ბიზნესია ჩვეულებრივად და უნდა გაიზარდოს ფასი, მაგრამ ნუ არა ვართ იმ დონეზე სულელები რომ ვერ ხვდებოდეთ რომ როცა 6 ქვეყნიდან შემოდის თუ 4 თუ 5 ნუ რა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოაქვს სხვადასხვა მწარმოებელს საწვავი არ შეიძლება რომ 1 ლიტრი ყველას თანაბრად ერთ და იგივე ფასი უჯდებოდეს.
მართალია ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ხელმძღვანელი ობიექტური ინფორმაციის ნაცვლად სულ ერთსა და იმავე ინფორმაციას აქვეყნებს, თუმცა საწვავის ფასების ზრდის მიზეზებზე კომენტარი მაინც ვთხოვეთ. ტრადიცია მან არც ამჯერად დაარღვია და მიზეზად კვლავ საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა დაასახელა, რასაც ლარის კურსის გაუფასურება და სახელმწიფო გადასახადები ემატება. წერილობით გამოგზავნილ კომენტარს დამაჯერებლობისთვის თან გრაფიკები და დიაგრამებიც მოაყოლა. თანხები არ გაძლევს მაგის. თვალაშვილს მის მოადგილესას და ყველა ნავთობიმპორტიორს დებატებში ნოდარ ჯავახიშვილი იწვევს. ძნელად წარმოსადგენია ეს დებატი როდესმე სადმე შედგეს, მაგრამ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი შეკითხვებს თვალაშვილის წლობით უცვლელ არგუმენტზე ჩვენ მაინც გავაჟღერებთ. 2003 წლიდან რაც ეს ხელისუფლება მოვიდა, 3 წელიწად, დაახლოებით 3 წელიწადი, 3 წელიწად ნახევრის განმავლობაში ლარის კურსი გამუდმებით მყარდებოდა. როცა მყარდებოდა, ბატონო, მაშინ ფასები რატო არ ეცემოდა? რატოა მხოლოდ ერთი მიმართულებით ყველა ეკონომიკურ პროცესზე მიბმული ჩვენი ფასები? ესე იგი, იზრდება მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს სოფლიოში ობიექტური ფასი, არასოდეს არ მცირდება, როცა ამის ფასი საფუძველი არსებობს და ყოველთვის მოყავთ ის მაგალითები. როდესაც ქვეყანა ასეთი ახლო მანძილიდან აკეთებს ტრანსპორტირებას საწვავისა, როდესაც მისი დანახარჯები პრაქტიკულად გაიოლებული საბაჟო პროცედურებისა და ასე შემდეგ ძალიან ხელშემწყობია, რატომ უნდა იზრდებოდეს ასეთი სწრაფი ტემპით, გაუგებარია და ამას ეს კიდევ ერთი ექსპერტის კიდევ ერთი შეკითხვაა. ტიმურ გიორხელიძე საწვავზე ფასების ზრდის სრულყოფილ ეკონომიკურ მიზეზებს ვერ ხედავს. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მონოპოლიზირებული ბაზარია. ფასები იზრდება მთელ მსოფლიოში, ბუნებრივია, საქართველოში ვერ მოხდება ფასების კლება. მაგრამ ჩვენ საუბრობთ აქ იმ გონივრულ ზრდაზე, რომელიც გონიერ მოგებას უტოვებს იმპორტიორს და არ ძარცავს მოქალაქეს. დღეს გამოდის, რომ ყოველ თვეში საწვავის გაძვირება ხდება და გაძვირება ხდება შესაბამისი ძალიან დიდი პროცენტი. რა, 10 თეთრის პროცენტული ზრდა საერთო ფასში პატარა პროცენტია ერთი თვისა და ერთი კვირის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი პროცენტია. ექსპერტების, აქტივისტებისა და ჩვენი შეკითხვები ერთად მოვაგროვეთ და კითხვით საქართველოში მოქმედ მსხვილ ნავთობიმპორტიორებს მივმართეთ. რა ეკონომიკური საფუძვლები აქვს საწვავის გაძვირებას საქართველოში დღეს? ეს დირექტორად უნდა გავესაუბრო, ასე ახლა მე ვერ კონკრეტულად ვინ იქნება წარმომადგენელი ჩვენი მხრიდან. ჩავიწერ მაშინ თქვენს კოორდინატებს მე და რა ეკონომიკური საფუძვლები აქვს საწვავზე ფასების ზრდას საქართველოში? კომენტარი თუ შეუძლია ვინმეს გააკეთოს. კარგი, იცით არის ჩვენი, დამფუძნებლები თავად ზუსტად ვიცი რომ არ არიან თბილისში, მაგრამ ჩვენი გენერალური დირექტორი თუ არსებით თბილისში უნდა იყოს და მე შევეცდები რომ დაუკავშირდე და შევათანხმოთ რომ რა ეკონომიკური საფუძვლები აქვს საქართველოში საწვავზე ფასების ზრდას? ვის შეუძლია კომენტარი რომ გააკეთოს? სანამ კითხვაზე პასუხი იქნება, იმედი დავიტოვოთ, რომ საწვავზე ფასები კიდევ უფრო არ გაიზრდება, მაგრამ თუ მაინც გაიზარდა, საწვავის აუზის ნაცვლად ეგრეთ წოდებული პისტოლეტი შეგიძლიათ პირდაპირ თავში დაიხალოთ.